სანამ ადამიანს გარდაცვალების ეშინია, ის ჯერ კიდევ პრობლემის წინაშეა. გარდაცვალების ეშინია, როგორც თქვენებად ბიოლოგიური შიში აიღებთ. არ უნდა კონდეს ქრისტიანს ესეც. ღვთისამსჯავრო შიში, ესეც არ უნდა კონდეს წესით ადამიანს. გესმით? და სანამ ეშინია გარდაცვალების სიკვდილის, ხორციელი სიკვდილის, ესე იგი მის სულიერ მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის კარგი. ვისაც არ ეშინია, ანუ ჭკუასუსტობის გამო კი არა, როგორც ქრისტიანს რო არ ეშინია. აი ხა როგორც პავლე მოციქული რო იტყვის, ეხლა მომელისმე სიმართლის გვირგვინი. პავლე მოციქული იტყვის. აი გრიგოლ ხანძთელს შეუძლებელია ჰქონოდა შიში გარდაცვალებისა. იოსებ ისიქასტი გვახსოვს, როგორ უნდა, როგორ ელოდება ღვთისმშობლის მოსვლას, რომელიც დაპირდა, რომ მარიამობას წაგიყვანო და როგორ ელოდება. ანუ მაგალითები ვიცით, რომ ასეთი რამ არსებობს. და რომ ასეთი ადამიანი იმ წამსვე გადაინაცვლებს სიკვდილისაგან სიცოცხლეში. მაგრამ სანამ ადამიანს ეშინია გარდაცვალების, ეს ნიშნავს გარდაცვალების სიკვდილის შიშის მქონე ადამიანის გარდაცვალება ნიშნავს, რომ ის წარსდგება სამჯაროს წინაშე. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ესია, ერთხელ უნდა მოკვდეს და წარდგეს მსაჯულის წინაშე. აი ეს სამჯაროს წინაშე წარსდგომა გარდაუვალი იქნება ადამიანისათვის, რომელსაც სიკვდილის ეშინია, იმიტომ რომ მასში არ არის ღმერთი იმგვარად დამკვიდრებული, თუნდაც ის ქრისტიანი იყოს, რაც მას მართლის მდგომარეობაში, ანუ წმინდანის მდგომარეობაში ამყოფებს. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ვისაც ეშინია გარდაცვალების ყველა უცილებლად დაიღუპება, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ადამიანს არც ისე მარტივი გზა ელოდება გარდაცვალების მერე, გაგვიგია საზვერებიც, ეკლესიის მეოხების საჭიროებაც და ასე შემდეგ და მოკლედ არ არის თლად სახარბიელო მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი სინდისის მიხედვით მაინც ვიყოთ სუფთად, აღარ ვლაპარაკობ კიდევ მეორებს სინდისის მიხედვით სუფთად, ჯერ სუფთას არ ნიშნავს, იმიტომ რომ ღმერთის თვალი გაცილებით მახვილია და ბევრ ამას ხედავს, ვიდრე ჩვენი სინდისი ხედავს, თუნდაც ის სწორად მუშაობდეს.